Iliuzia არის სქილიდა. ის მოცემულობა, რომელიც ადამიანს რაღაცნაირად სულიერ საფრთხეს აძლევს, შესაბამისად ალბათ ინტერესიც აქედან იბადება, რომ კითხვები და პოეზიის მოყვარული მიდის ავტორის წიგნის აღდგენაზე და ამით გამოგვაქვს თავის პატივისცემას და ინტერესს. შესაბამისად ძალიან დიდი მადლობას ვუხსენებთ მომზადებისათვის, რომ მოხვედით და გაიზიარეთ ჩემს ახალი წიგნის წარდგინებას, იგი მოყავს ხვალ სულ მოგება და წინასწარ ამ ვიდეოს დასასრულს და ორი სიტყვით ვიტყვი კრებულის შესახებ, ამ კრებულის რედაქტორს ვიტყვი იმას, რომ ეს კრებული ეძღვნება პატრიარქის ხოვნას და გაუდინარეო გარდა იმისა, ის პატრიარქის საქართველოს მასთან ჰქონდა საშუალება ავტორიტეტის ან მოკლე იყო რამდენჯერმე საშუალება ერთხელ საკუთრებაში შეხვდა სექციის საკუთრებაში ჰქონდა რამდენიმე წამლიანი შეხება ერთმანეთთან ჰქონდა ეს პატერი ასე ვთქვათ შემდეგ ამბიოზზე საპატრიარქოში და ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ამბიცია და სურვილი რომ ეს არის სულიდან და გუნდიდან გამომდინარე. შემდეგ ეძღვნება მამაჩემის კონსტანტინე ჩკალუას ცოდნას. მამაჩემი იყო პირველი ადამიანი, შეიძლება ითქვას, ჩემი პირველი მეგობარი და რამეს დავწერდი ლექსიები და ჩანაწერები ხდება, უზიარებდი მას და მის აზრს და შეხედულებას. ჩვენ გარდა იმისა, მამაშვილური ურთიერთობა უნდა მეგობრული ურთიერთობა ძალიან ისეთი შეიძლება ითქვას ღრმა და მისტიური და ვარდებელს გარდაიცვალა მამაჩემი და მის სახეს. რაც შეეხება სახელწოდება, ეს პოლიც ორი მიზეზი არის, რადგანაც ავიღე ეს ფერი, ის ფერი და სახელწოდებაც. პირველი იქიდან გამომდინარე, რომ ჩემმა ერთგულმა მკითხველმა მაჩუკა ბლოკნოტი, სადაც წერდი ხოლმე ჩემს ლექსებს, რაც მოდიოდა შაბლონებით და ბლოკნოტს ჰქონდა წიგნის სახე. მანამდე არც მიფიქრია, რომ ვარდისფერ ტექსტი დავაკეთებდი და თავიდან სხვანაირად ჰქონდა დაგეგმილი ამ წიგნის სამბორი, რაც გავაკეთებდი, ასე ვთქვათ, სხვა სახელწოდებას ვთქვი და მე თავისი წამოვიდა აზრი გამიჩნდა და დამოუკვა ვარდისფერი წიგნი. გარდა ამისა, რომ ეძღვნება პატრიარქის ხოვნას და მამაჩემის ხოვნას, რაღაცნაირად ვარდისფერი ასოცირდება სიტყვით, გარკვეულწილად თუ გადაკვეთასაც თავისესწრებით ამ კუთხით და ალბათ ჩემს მდგომარეობასთანაც რაღაცნაირად მოდის ეს ფერი, ჩემს სტილთან და სერვასთან შეიძლება ითქვას. ლექსები არის დაწერილი სხვადასხვა ადგილებში, ერთი ლექსი არის დავით გარჯის ლექსი, რომელიც დავწერე 40 დღეები თავი დავით გარჯის მონასტერში დავწერე. არის ერთწყობილზე დაწერილი ლექსები, არ ვიცი რამდენად საკადრისი არის, რაც მართლა ეკუთვნის დავით გარჯის მონასტერის ერთწყობას. მაგრამ ეს ჩემი პოეტური ცდელობა არის, თუ შეიძლება ითქვას. ერთ ლექსს ავიკითხავ და შემდეგ სიტყვას ძვირფას რედაქტორს, ამის გადავცემ. თამარიზე აუნიშნავ, რომ ძალიან ფრთხილი ადამიანი არის, ძალიან ნაგისეთი არის, რომ ყველა სიტყვას და იმას სიფრთხილით მოუდგება და მომეწონა განსაკუთრებით მისი დამოკიდებულება, რომ თვითონებურად არაფერს არ იცის. არც ერთი სიტყვა შეიძლება ითქვას, მაგრამ შენიშნებს და წერს, სადმე რაღაცას რიტმა იქნება, რაღაცა სტრიქონის ბარბობა იქნება, შინაარსობრივად იქნება, დავმართავთ რაღაცა და ეს მე ძალიან მივიღე და ძალიან მისინამდეს მომენტი. თუ ყველაფერი შეთანხმებით არის, რა თქმა უნდა, ავტორსა და რედაქტორს შორის, დანარჩენს თვითონ გავიტანხმებთ, ერთ ლექსს ავიკითხავ. უფლის ნამცეცო. სუნთქვაში მოიპარები, ზისხილო უფლის ნამცეცო. შენ ახალი გრძნობის წყარები, ჩემი ლექსების სასრემლები.
ჩემი გულიდან ზირავ სამშობლოს თავოსანთელო სული საუნჯის დამხელო ჩემო ლამაზო სარკმელო სამშობლოსავით ფერადო ზურმუხთ ცასავით ნათელო ისმის ხალხად დიახ მიულოთ სავაიამ ლამაზი წიგნის დაბადებას ვარდისფერი წიგნი და რა უნდა დამეთქვა რომ მე როდესაც ვკითხულობდი ვაჩეს ლექსებს თითოეულ სტრიქონში თითოეულ ლექსში იყო მუსიკა და ჩემთვის მე ვაჩესთვის არ მიმიწერია ეს უბრალოდ ჩემთვის ვიფიქრე რომ ეს წიგნი არის მუსიკა რომელშიც არის პოეტურ განწყებთან ერთად არის პოეტური ცრემლი, არის ქარი, თოვლი, ეს პოეტის მომენტები, ბუნება და სიტყვა. და ამასთან ერთად ძალიან ორიგინალურად არის ნათქვამი პოეტის მისია. ეს არ არის ტრანსპარენტულად ნათქვამი სიყვარულის სამშობლოსადმი. ეს არის სამშობლოს ბედი, ცალკე არეკტილი პოეტის სულში და ცალკე არის ცხოვრება, რომელსაც თვითონ ვაჩემ გლისფერ ჟანს უწოდებს. Მინდა სიტყვა მიცე ნანაცინცადეს ის ნაკლავის ვარ მართლა ნამდვილი ხელოვანის, ნამდვილი პოეტის და არა მხოლოდ პოეტის, იმიტომ რომ მან ისეთი წიგნი გააკეთა აფხაზეთის თემაზე და ისეთი სურათებით არის ეს წიგნი მთლიანად გაწყობილი, რომ მე არ ვიცი ვაჩი უფრო კარგი პუბლიცისტია, უფრო კარგი მხრობელი, როგორც ფოტოხელოვანი მხატვარი ამ კუთხით, თუ რომელ დარგში, რომელ სფეროში ხელოვნების უფრო მეტად ხელისუფლება თავის წარმოჩენა. დღეს რომ ჩვენ ვართ აქ ძალიან ცოტანი, რაც ძალიან უდასაწყვეტია, იმიტომ რომ ტარდება უამრავი საღამო, რომელიც არაფრის მკვლელი არ არის, მაგრამ ასე ჭარებში რო თქვა, ტიპობენ და იქ სრულიად ხდება აშლაგია თუ რაც არის. მაგრამ დღეს, როდესაც არის ნამდვილი ხელოვანის საღამო, ნიჭიერება არის ჩუმი და უნიჭოება ნებისმიერ სიტუაციაში გახრობს იმ ყველაფერს თავისი ხმით და გავა აუცილებლად გზაზე. ფარჯიდან თუ გავდეთ, შემოვა კარებიდან. მაგრამ ნიჭიერებას ასეთი რამ არ შეუძლია და მით უმეტეს აქ დავეთანხმებია ადამიანები, რომლებთაც ასევე ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ ვაჩესთან, რომ ვაჩე გარდა ნიჭიერებისა არ არის ადამიანი, რომელიც გაწუხებს თავის ნიჭიერებით, გაწუხებს თავის ლექსებით. მე ვიცი ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ მხოლოდ თავიანთი ლექსებით გელაპარაკებიან და რომელსაც ვერ ისმენ ვაჩი ამას არასოდეს არ აკეთებს. შენ თუ არ უთხარი, წამიკითხე, შენ თუ არ უთხარი, რომ მან ეს რაღაც გააკეთოს, რაც შეეხება აი პოეზიასთან თუ თავის პროზასთან დამოკიდებულებას, არის მოგზაურებული, არის ძალიან სხვანაირად გაწონასწორებული ადამიანი. ეს არის არაჩვეულებრივი მეგობარი. მე ესეც მინდა აღნიშნო, არაჩვეულებრივი შვილი, ბიძა და ძალიან უდასაწყვეტია, რომ ბიძა მხოლოდ არა მამა. ვერ ვამბობ შენზე ამას, როგორც შენი უფროსი მეგობარი. არის არაჩვეულებრივი მასპინძელი და ის ისე ლამაზად დაგანახავს ყველაფერს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იქ როგორ სუფრასთან დაჯდები, როგორ გაწყობილ სუფრასთან. მთავარია იმ სუფრასთან რაზე საუბრობ, როგორი ადამიანები არიან შენს გვერდით და როდესაც ციხიდან წამოხვალ, რა დაგრჩება, რა გამოყვება, თუნდაც ეს ფაქტი, რომ დღეს ჩემმა ვაჩემ ისეთი არაჩვეულებრივი რედაქტორი აირჩია, ადამიანი აირჩია დაქტორად, როგორი თამარ შაიშვილაშვილია, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი და ძალიან საინტერესო ადამიანი და არაჩვეულებრივი ლიტერატორი. დამრიგო, ესეც უკვე ძალიან ბევრის მაჩვენებელია. ყურადღებით ვისმენდი მე შენ სიტყვას და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რომ შენ ასე კარგად დაინახე ვაჩე. მე მინდა თითოეულ თქვენგანს, ვინც აქ ძალებით მოსულები, მადლობა გადაუხადო ვაჩეს სიყვარულისთვის, მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ ეს ერთი შეხედვით უბრალო ბიჭი, რომელიც ძალიან ჩვეულებრივად ჩამოდის თბილისში და მე ჩქარა უნდა გაიქცეს, აი ასე სიყვარული ტოვოს ყავს და მე ვისურვებდი, რომ ადამიანებს უფრო კარგად შეეფასებინე, უფრო სწორად დაენახოს და შემდეგი წიგნი რო იქნება და მალე მე ვიცი შენ რამდენი რამე გაქვს გაკეთებული,
ყოფილიყოს ისეთი აშლაგი, რომ ადამიანები ვერ ეტეოდნენ აქ. მიყვარხარ გეფერები გილოცა. მე მიხარდა, რომ ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ და მე ვადასტურებ ნამდვილად, რომ აი ეს წიგნი რაც ახლა გადავატოვიერებ, რომ ნახე, ნამდვილად არის გაშანტირებული იმ სიყვარულით, რაც შენ უფლის და ღვთის და ხალხის მიმართ გადაჭრია. და ძალიან სიმბოლურია მინდა გითხრათ, მეგობრებო, ერთი მნიშვნელოვანი რამ. ვაჩე წერს, რომ ამ წიგნს უძღვნის პატრიარქს და უძღვნის თავის მამას. აქაც როგორი სიმბოლური დატვირთვა აქვს თვითონ ვაჩეს სულიერებაში, რომ შევხედოთ, რომ ერის მამას და საკუთარ მამას უძღვნის აი ამ წიგნს და მე ხარ ვაჩე მოგეთხრა ძალიან მებედნიერები, რომ ხარ ისეთი, როგორიც ხარ, ნამდვილი, გულწრფელი, ქრისტიანი და შანს პოეზიაში სწორედ ეს იგრძნობა. გავა ძალიან ბევრი არის, ცოტა წელი გავა და მიხვდებიან, რომ შენ ნამდვილი პოეტი ხარ, შენ ხარ ძალიან კარგი მწერალი, მე შენი ეს ენგურისორი ნაპირი მე მარტო მე არ წამიკითხავს, ჩემი წიგნი ძალიან ბევრმა ითხოვა და წამიკითხეს და ბევრს მომდა შენი გაცნობა. იმიტომ რომ ვისაც მქონდა ვეუბნებოდი, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც თავისი თვალით ნახა აქაც დაწერილი, ეს არის დოკუმენტური მასალები. ბედნიერებად თუ არსებობს შენ ამას არ გამოგადაჭარებულად მე იცი არ მშვენია თქვა ერთი ვიფიქრო მეორე და გავიაზრო მესამე ზუსტად ვიცი მე და შენ ბევრი ვთქვამს და აი აქ ბევრი მისმენს ამაზე ჩვენ ერთშენია დღეს გავხდებით მოწმეები იმისი რომ ვაჩე გაერთოს დაინახავენ ისეც როგორიც არის თამა ძალიან გულისხმობით გისმენდი და ძალიან სწორი შეფასებები დადედა ჩახალჩი შენ რომ თამარი ერთში მართლა ნამდვილად არ ვიმეორებ არაფერს სიტყვას მაგრამ იგივე მიდოდა მეც მეთქვა და მე თუ უფრო როცა თამარს ასე ძალიან ახლოს და ძალიან კარგად ვიცნობ ყველას კი ლოცავთ აი ამ ლამაზი წიგნის ვარდისფერი წიგნის გამოცემას ლოცავ ჩემს თავს და მე ბედნიერი ვარ რომ შენი ავტოგრაფით მექნება წიგნი რომელსაც ქვია ვარდისფერი წიგნი ვაჩენაელის მადლობა შენ Zevasure, abibinda gznovis sio. Movidine gulis ures rionika ingurio. Kolfetidan gadmomkonda. Okros guli rkinis dveli. Vashenebdi leksis sodas shemdegoda kartlis veli. Shemdeg zetsa chamolipsa. Tsarikanam tebis seko. Agarts snova shorapanis. Iberia zvarze egdo. Vardis ციხე გაიტაცეს თან მისდევდა სულის სიო თუმს გუგუნებს გულის ნავცეც რიონი და ენგურიო ილიაზე წავიკითხავ ლექს ილია ჭავჭავაძეზე შევეხმიანები იმ ტკივილს, რაც არის ჩვენი ერის ცნობიერებაში დღემდე და რაღაცნაირად ჩემებურად გამოვხატავ ამ ტკივილს და სცენას. სათქვია გლუვი, ატყვია მიზანს, იქ შუბლის ძაღლი უტოკავს მიწას. სადაც წმინდა მთის ნიავი კრიანი, ჩასაფრებული ვაზის რქას ჭრიანი. მე ვარ ილია ჩურჩულებს წუხში, მოყვას ის ტყვით მოკრული გული და საქართველოს სისხლის ტკივილით მიაქვს მდინარის ქვეყნის ტკივილი და წიწამულის ცრემლები ღია მიყვება არ აქვს დროსა და ნიავს სადაც მოკრული სამშობლო გდია დაუბრუნებული ატირდა ია პატარა მუსიკალური პაუზაც შეიძლება ითქვას ესე გავაკეთოთ. აქ არის ჩემი საყვარელი ოჯახი არის მოსული დათა წულაია. შვილი არის ლუკა, რომელსაც სურს დაუკრას. თორსტერი აფხაზეთზე
ეს შემოგვიყვანოს სამსი რეპერტუარი. ძალიან სასიამოვნო სიუცეში და სასიამოვნო აბაუზე შევხვდით ერთმანეთს. ბევრს ვიცნობ, ბევრს არა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ვაჩინებს მოგვიყარა თავიდან არაჩვეულებრივ ამბავზე მისი წიგნის პრეზენტაციას. მე ვაჩეს პოეზიას ვიცნობ ქართულ ნანას პროექტიდან, სადაც ერთმანეთს შევხვდით ჩვენ და გავიცანით ერთმანეთიც და ერთმანეთის პოეზიაც. ინთავითვე მივეცინე შეფასება ამის პოეზიას, რომ ეს არის ძალიან ღრმა და ძალიან ემოციური და ძირითადად მაინც არის ისეთი რაღაციც არის და საიდანაც არის დიდი სვანეთიდან, რომელიც ძალიან მიყვარს და ადეკვატურს წევს უბრალოდ სვანეთს. აი ესეთი ემოციური და მართალი პოეზია აქვს ვაჩეს. ჩვენ ვიმოგზაურეთ ერთად სვანეთში, უბრალოდ ვაჩეს წიგნის პრეზენტაცია იყო იქაც და მე დავინახე ამ ხალხის ერთობა და მათი დამოკიდებულება ვაჩეს მომართ ამ მხრივ, რომ სავსე იყო დარბაზი. მესტიის მუზეუმის დარბაზში ჩატარდეს ღონისძიება და იმდენი ხალხი მოვიდა და იმდენად დააფასა და პატივისცა ვაჩეს და არაჩვეულებრივი საღამო ჩატარდა. მე ვაჩემ როგორც ძვირფას მამას მიწევმა მოგატარო სვანეთის ძვირფასი ადგილები და ვატარებითი ქორობა მოკლედ ამინდა ვთქვა. ვაჩი არა მარტო არაჩვეულებრივი პოეტი, შესანიშნავი მეგობარია და ძალიან სუფთა ადამიანია და მე ძალიან მომხარია, რომ ჩვენ მეგობრები ვართ. აი ამ ვარდისფერ წიგნს კიდე ჩემთვის ეხლა უნდა გავიმეორო რა ვქნა პირველივე თვითიდან ეს მქონდა განწყობა ამის, რომ როგორი ფაქიზია ეს წიგნი უკვე იმთავითვე, რომ ეძღვნება მამას და ეძღვნება პატრიარქს. და თვითონ ის რომ ვარდისფერი წიგნია და წინა სიტყვაობაში წავიკითხე, რომ ეს იმიტომ ქვიაო, რომ ვარდისფერი უბრალო სმენელების და უბრალო მკითხველის ნაჩუქარი ვარდისფერი ჯიბის წიგნაკებიდან ამოწერილი ჩემი პოეზიაო და ამას ვაჩეს შეხავცილებლად იზარდ იმდენად ცნობიერი და ძალიან ღრმა და კარგი ბიჭი ხარ და როგორია ისიც, რომ აი პოეზია თვითონ კარგული ხო ეგ არის სადღაც აი აბსოლუტურად ინსპირაცია რო არის უცებ რომ მოვაუცებ რომ გაგისტრაცებს აღარ და ჩავწერდი პატარა ვარდისფერ წიგნებში და მე რო შექმნი აი ამას წარმატებას ვსურვებ ამ წიგნსაც შენს და არასდროს არ გამოგრეოდეს ის ემოცია რომელიც გაწერინებს და მინდა რომ აუცილებლად შემდგომში შენს ძალიან ბედნიერ დღეზე შევიკრიბოთ ბიძოყა და მამობასთან დაკავშირებით და
და ძალიან მოკლედ წარმატებებს ვისურვებ და ძალიან მივახარ ჩემი აი ერთ-ერთი გასაგზავნი და ნამდვილი მეგობარი ხარ ჩემო ვაჭი. ძალიან დიდი სიხარული და ერთადერთი სიამოვნებაა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ვაჭრმა აღნიშნა, რომ ჩვენ შევხვდით გაწეული წლების წინ, ასეთი ახლო ურთიერთობა ჩვენ შორის არ არის გარდა პოეზიის, ლექსის წაკითხვა ჩემი მხრიდან Facebook გვერდებზე, გვერდზე ეცნობი ხოლმე ვაჭრს ლექსებს და შემოქმედებას და უსმენდი ქალბატონ ნანას, ქალბატონ თამარის სიტყვის მოსმენა ცოტა ბოლომდე მიხედავ უბრალოდ ბოლო ფრაგმენტს მოусმინე, სადაც ვაჭრს ფილოსოფიური აზროვნების შესახებ საუბრობთ და მე თავში სიტყვა არ გამექცეს, მაგრამ ისიც თქმა მინდა მოვისმინე შეფასება როგორც პოეზიის, ასევე ფილოლოგიის და მინდა ჩემი აზრი გამოვხატო ამასთან დაკავშირებით. მე ვამაყობ თქვა რომ მომწონს ვაჭრა იმდენის ცხოვრების წესი, მომწონს მისი აზროვნება. მე სულაც არ მიხვდეს კითხვა ვაჭრა რომ მივეციო ჩახედოს წიგნი ან წიგნს აუცილებლად უნდას წავიკითხო და ჩემ აზრსაც გამოვხატა ისე როგორც მე დარწმუნებული ვარ რომ გამოვხატო, თუმცა კიდევ მეორე ამ წიგნის გარეშეც ალბათ აქ ბოლოდროინდელი ლექსებია ვაჭრა Facebook-დან ვიცი რამდენიმე შემოგვეცი და ნამდვილად ეს არის პოეტური აზროვნება, ეს არის ჩამოყალიბებული გემოვნებიანი ლიტერატურის მიდგომა სათქმელის გამოხატვასთან და რას გულისხმობ? მე გულისხმობ იმას, ერთი ლექსი მახსენდება ასეთი, სადაც სწორედაც რომ საკუთარ თავზე ჩაღრმავებაზე ვფიქრობ და გამოხატავ შიშს, რომ მე მეშინია საკუთარ თავში უბრალოდ მიპოვო ის ცოდნა, რომ შეიძლება მომცეს საშუალება სხვისი ფიქრები წავიკითხო. მე გადაგაქცევ აქცენტის სხვაზე და თანა განცდის ძალიან დიდი გზნობა გაქვს ადამიანების მიმართ და ამბობ, რომ როდესაც შენი სულიდან ამოდის ლოცვის შეიძლება უცხოური გერები, მაგრამ როდესაც სახეზე ცოდვები გეწვის, მე თანადგურს, მაგრამ მე ვერ ვიშველი. აქ თუ შენ ეგოსთან ჭიდილი გაქვს და საკუთარი ეგო შეიძლება გლურ განცდას გადაგეცეს ადამიანს, ისევ შენ უნდა გათავისუფლდე ეგოსგან, ანუ გორიტებისგან და აქ არის საშუალება. მე ფიქრი მიწევს შენ და აზროვნება, რომელიც არის ამ ლექსებში. მე მომწონს ის, რომ არც გამიკვირდა, რომ წიგნი ეძღვნება პატრიარქის ილიან მეორის უწმიდესის ქსოვნას. მე ნამდვილად არ გამიკვირდა, რომ ამის ქსოვნას ეძღვნება და ერთი ლექსი მახსენდება, სხვადასხვა მამის ფოტოსთან ერთად მახსოვს ეს ლექსი, სადაც კოსმიურ თვალებზე საუბრობ, მამის კოსმიურ თვალებზე, ხო, ვაჭრა იმდენს ილია ჭკატურას აქვს მამისგან მიღებული ეს გენეტიკა, ვაჭრს აქვს კოსმიური თვალები და კოსმიური ხედვა და ძალიან კარგი ინტუიცია, მამიცის რაზე უნდა წეროს და ის არის აი ბოლო დროს ხშირად ხსენია ალბათ, რომ პატრიოტულ თემაზე ნაკლებად იწერება, პატრიოტული მოტივი თითქოს აღარ არის მოდული, მაგრამ წავიკითხოთ და წაიკითხოთ ადამიანებს ასე ფიქრობს, სწორედაც რომ ვაჭრა იმდენის ლექსები აქ არის სამშობლო, აი ნებისმიერი რომ გადავხურცო ეხლა სამშობლოა ყველგან, მართლა გადავარდით ლექსებს, სამშობლო იკითხება ყველგან და ისე მინდა რომ მათ გავიაზრო, მათ ეს ყველაფერი და მაშინ კიდევ უფრო მეტი თქვა და შემიძლია იქიდან გამომდინარე რაც ვიცნობ, იქიდან გამომდინარე რაც ვიცი შემდეგსები თქვა, მაგრამ არ დავეთქო. მე მეშინია სიკვდილი არ დავეთქო. ამ შემთხვევაში ჩემს სათქმელს, რომელიც ჩემს პოეზიას ნამდვილად ახასიათებს, თქვენ მომცემთ იმ საშუალებას, რომ ერთი ლექსი გამჭირდებია, გამომერჩია, როდესაც მომიდა წავიკითხო, იმიტომ რომ ვაჭრებს შეგისურვებ, ღირსეულად გააგრძელო მამის
სხვა გადაჭერებს იცხოვებ, ამ ლექს ქვია მამის ცვლები. სანამ ლექს ქვია წავიკითხავ, აი რას ქვია პოეტური აზროვნება ჩემთვის და რას ვაქცევ ყურადღებას, როცა ვეცდები და საფრთხეებთან და შინაარსობრივ ხარისხთან ერთად. აი ეს ადგილი ჩემთვის არის უძვირფასესი, რომელსაც სიამოვნები კიდე აი ესეთი ბევრი იქნება გაცნობილი და რა თქმა უნდა, ამიტომ აღარ შევეძლებ ლექსებს, უბრალოდ მინდა რაზეც საუბარი. მამას მიმართა და შემიგრძნობა ბავშვით ნაზი, იყო სიბრაზის კვლავაც გარანტი, ვით სამსხვერპლოზე კივილის ხაზი, ამოდიოდა ხელში საფანტი. ჩემთვის ეს მაგარი პოეზია რა ჩემს თმამია. თუ რატო არის მაგარი პოეზია? ამის შესახებ დავწერა უცნობ. მამის ცვლები. შენ გქონდა გული კვლავაც მართალი, სულს გიმძიმებდა უშრედი ურვა, კვლავ უთისოფლის თან გსდევდა ხმალი, დააფერხებდა ბრძოლას და ცურვას, ტრაგედიების შვიდი კრებული, უსამართლობის შეხედა სულთან, ფიქრთა ჯარები კვლავაც წყეული, გესროდა ისე გესმიან ხურდას, რამდაგირგვია ნერვი და გრძნობა, თასალი კაცი ვინ დაგცა მწუხთან, შემოგეყარა სიკვდილის ნდობა, ცხელი ჰაერი და გულის თუთქვა და შენი გრძნობა, ბავშვი ნაზი, იყო სიბრაზის კვლავაც გარანტი, ვით სამსხვერპლოზე კივილის ხაზი, ამოდიოდა ყელში საფანტი, რა შეესია გულის სინაზეს, გადაფრითინდა ის ჩვენი მუხა, თვარე დამალეს ღამის სინაზე, მეცემა მამის ცრემლი და წუხა. მქონდა რომ მოვალ და ძალიან გამახარდა. მე რაღაცა გადაწყვეტა რომ ექსპრომტი მინდა დავწერო და ჩემს პირდაპირ ისაც არ ვიცოდი პოლკოვნიკი ყოფილა. დავის სიტყვა მითხეს და შემიწევს. ეგო ფანსულაია. ძალიან ხარია. ვაჭე, სოციალურში ისე არაქტიულობს, მაგრამ როცა უყურებ ხოლმე ის ნაფიქრას, აი ისე განსაკუთრებული ხედვა გააჩნია, თუმცა სამშობლოებით ოჯახზე თუ მეუღლეთან მიმართებაში, ახლობლებთან მიმართებაში, თვესთან მიმართებაში და რა თქმა უნდა სამურაველოა. აბადეთ, პროფესიონალურად ესეთი სულ საქციელს ვაფასებდი ხოლმე. ხალხონମାନେ ვაჟნიაკები ხო თუ პროფესიონალიზება გიქნება, გინდა არ ანალიზი უნდა გააკეთო ისე ადამიანს შეაფასებდი და აი ძალიან ვაფასე. თან მორიდებულად ათმაურობს სწავლია. აი რაშიც ადამიანში ვაფასე, მაგრამ მისი სული და მისი სიტყვა მოჩანხმდა მის აი წიგნში და სხვა წიგნში რაც არის მოთავსებული კიდე სხვა მატერიალში რაც მაგას დაუწერია. ამიტომ მაჩვენებდა დამტოვა მანქანის თვით ახლა ბიჭი რო დაუწნებდა დავჭი და პირველი ამოწმი მოსული. ხო და შეგვიდი როცა გადაცემა გადავხედო მეთქი და შემეცები ეს კონდა ბალანსი უსნა გავამეთო. ამიტომ რო არ მოგაწყენა თავი შევეცადი რაღაც მომენტები ავამეხო და თქვენ წინაშე სამჯეროზე წარმოვიდგინე. წიგნი როცა ნიჯიერო ჩვენო ვაჭე აინგერო ამ ექსპრომტი ჩვენთან ერთად სულს გავმედო მომენტი. სამშობლოს და ლამაზობებს სულეძნება შეიწყარი, ამიტომ მოწოდას მოსწონ შეგვიძლია ნამიქრა. გაგვაცანი პროხტა ვარდი რომანათეს ხაზგანდებს დაბურგული მომღერალი რომანშვილებს საქართველოს. ამისენი რომ პოეტი არის შუქი არის ერვა, არის დარგი დატკბილი ცხოვრებაზე გულისდევა, შენ ვაიმედებ ფიცელობიდან რომ დაბრუნდები ოჯახში საქმში, გამარჯვებული გინდა იეროს ერმა და ბერმა სიტყვა და დარში. რაც ამიკითხეთ, ყველა დარწმუნდით სამშობლოს როგორი ეგერსები, ქართული ხალხის ყოფილებისკენ მიმართულია შენი ლექსი. აგვიხსენი, როცა გული დაარგოს გულეს იცრემლი დადნის, სამშობლოზე უკეთესი მას არ აკავს მისი ფასი. მოგვიწოდებ ერთმანეთი დავაფასოთ, დავიხაროთ, იქნებ ამას სამშობლოზე სიყვარულით გავაფაროთ. მომეწონა ნიავისგან კოთვის ხორცნა მოხერება, ობრისთვის სამშობლოში იმედი რომ აღარ გქრება. უფარს როგორ შეერებრე არ ჩააქოს აღკინება, ჩვენი ერი რომ აყვავდეს, მაგრამ იყოს მისი ნება,
სადაც მოგვიყვეს ერის გუნდებით ფესვის ადგილზე სამშობლოა, წიწაკებზე რომ შემები დაგდის ჩვენი შემკური ატირდა ია. შენს ლექსებში ქრის ალექსი ღამით მანათობელ ხვალის, სული წერკი ნიავკანის მუდამ შვენიველი კალის, თავი ნამი გაბირდა წიგნით ანაცვალისები, თურმე მეგობრები ქონია მეგობრისგან თბილი ძველი. ოჯახში რომ ჩაგინებდეს სიკეთე და სიყვარული, შობელს სიგნი უძველი დააფასე მამის სული, გულიანო ნაზრება სიხარული მოვიტანა, სუპირველად მოგებება თავად კარგადული ნანა. ერთ სიგრეტი გაბატია ლექსა ჩემი საჩუქარი, სკავდის ხატი შეგწეოდეს და გამრავლდეს შენი გვარი. და როცა ჩემოგარო და Lord, we know that it's the სამოდი ძალიან ბედნიერი ვარ რომ დღეს აქ ვარ მართლაც საოცარი წიგნის დაბადებაზე და ვაჩერენგელის ამ მართლაც შესანიშნავ საღამოზე იცით ხდება ხოლმე რომ ესე იგი პოეტს ისე ოქარაფასებს ზოგადად რომელთა მოვამერე შემდგომ თაობები რომელიც ეპოქაში იქნება როდესაც მერე პოეტს დააფასებენ. ამ შემთხვევაში ისე გამახსენდა რაღაც დაფასება არ დაფასებაზე საუბარი და ეს ასიმიზო არ მოხდა. რაც შეეხება ზოგადად პოეზიის მნიშვნელობას, რომ აი ამაზე მინდა ორი სიტყვა თქვა, რომ საქართველოში სადაც ესე იგი პოეტები მრავლად და ისეთი თუ რამე შეიძლება საქართველოს მიამაყოს არის პოეზია და მწერლობა. აი საქართველოს ზოგადად არ გამორჩევა მოხსენებად ბუნებრივი სიმდიდრეებით და ბუნებრივი რესურსებით, როგორც საქმეები. და ჩვენ აი მაგალითად შეთანხმების შეფის თავსანი ყველაზე პირველი პოემა არის და მელიქსე და პოეტი. როგორც მსწრაფ სოფლიოში ეს პატარა ხომა და აი როდესაც აი ესეთი მდიდარ პოეტურ სამყაროში როგორც საქართველოა შენახეთ და უკვე ჩვენ რამდენიმე წელს შენ ძველი როგორც ხარ იმ დიდებული გზის გამგზავრებელი რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ამ შენი იმ თავში ხარ. იმიტომ რომ შენ პოეზია არის რაღაცა მე ხუთი შეიძლება აიტაცოს რომელიმე თაობა რაღაც რომელიმე პოეტის პოეზია მაგრამ ისე გადავა როგორც ქარიშხალი ქარი და აღარაფერი არ დარჩება მაგრამ შეიძლება ღრმა ძალიან ისეთი პოეზიაც აზრიდებს დიდი ფილოსოფიაც დიდი სიყვარულია ეს რჩეულთა ხვედრია რომ ეს გაიგო და ეს შეიძლება ეს განიცადო. აი ეს სწორედ პოეზია არის შემოგვიყვება ჩემს ყოველს თავის რაი თქვა რაიდები აქვს. ყოველს აი როგორც ყოველს თავის გალაქტიონი აქვს ისე ყოველს რაიდები თავის რაიდები აქვს. მე ჩემი რაიდები მე მგონია რომ ეს ადამიანი არის საოცარი მაგის მატარებელი შემთხვევით ამიტომი სიტყვა საოცარი მაგის მატარებელი თაებრივი მაგის მატარებელი და ყოველთვის დარჩება, აი როგორც გრანელი დარჩა და გრანელი არ აღიარეს იმ ეპოქაში. მოგესალმებით და შემდგომ წიგნის განმოეს ნორმალურად გამოცემული აი ის რაღაცა ესეთი შეძენა რომ აი გრანელის გზის დიდებული გზის გამგზავრებელია ჩვენი რაიდები, ჩვენი ეს დიდებული პოეტი. დიდი მადლობა.